მოგესალმებით. თქვენ უყურებთ შინაურულს, ყველაზე მარტივ რეცეპტების არხს YouTube-ზე. დღეს შინაურული წარმოგიდგენს სალატს, აწეწილს, რომელიც ძალიან გემრიელია. 2 დიდი ზომის ბადრიჯანი და 2 ცალი ბულგარული წიწაკა დავდოთ ფოლკაზე, დავჩხლიდოთ და გამოვაცხოთ 160 გრადუსზე. გამომცხვარი ბოსტნეული აუცილებლად გავაცივოთ სალათისთვის. 400 გრამი ქათმის ფილე მოვხაშოთ, გავაცივოთ და ასე ხელით დავაკუთმაცოთ. წვრილად დავჭრათ ხახვი, 2 თავი ნიორი, ოხრახუში და ქინძი. უმელში გამომცხვარი ჩვენი ბადრიჯანი გავწკვნათ და ხელით დავაკუთმაცოთ. ჯამში მოთავსებულ ინგრედიენტებს დავამატოთ შემწვარი ბულგარული წიწაკა, რომელიც ასევე გავწკვნათ და დავჭრათ წვრილად. მომზადებულ ინგრედიენტებს დავამატოთ დაღერღილი წიწაკა, ასევე დაბგული ქინძი და უცხო სუნელი. ბოლოს დავამატოთ მარილი გემოვნებით და მაიონეზი. შინაურულზე არის როგორც სამარხო, ასევე კლასიკური მაიონეზის მომზადების რეცეპტებიც. ჯამში ყველა ინგრედიენტი კარგად ავურიოთ. დავჭრათ 50 გრამი ნიკოზი და ზემოდან მოვაყაროთ სალატს. შინაურულზე არის არაერთი სალათის რეცეპტი, ნახეთ და მოამზადეთ. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და დატოვეთ თქვენი კომენტარი. მადლობა რომ გვიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.